ამ ვიდეოში მე ვისაუბრებ ლუკაპის, ანუ ძებნის ფორმულებზე. მანამდე კი ჯერ გაგაცნობთ ცხრილს, ეს არის სტუდენტების ჩამონათვალი, სტუდენტების მიღებული ქულები, საგნების მიხედვით. ჩვენ გვაინტერესებს რა ქულა მიიღო ნინომ ფიზიკაში. ამისათვის შეუძლია გამოვიყენოთ ლუკაპის რამოდენიმე ფორმულა და პირველი რომელსაც გამოვიყენებთ არის VLOOKUP-ის ფორმულა. VLOOKUP-ის პირველი ასო ნიშნავს ვერტიკალს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფორმულა მონაცემებს ეძებს ვერტიკალურ რიგებში. ანუ შესაბამისად ვერტიკალურ სვეტში, ან B სვეტში ეძებს რეალურად, ხო? შესაბამისად განმარტების ნაწილში შეიძლება ვთქვათ, რომ VLOOKUP-ი ეძებს მონაცემებს სვეტების მიხედვით. მოდი ახლა უშუალოდ ფორმულას დავწყოთ და პარალელურად ავხსნი კიდევაც პროცესს. უდრის VLOOKUP-ი ჩამონათვალში ორჯერ სწრაფად დავაწყებუნებ, ფრჩხილი გაიხსნება და შემდეგ გამოვიძახებ fx-ის ფანჯარას. fx-ის ფანჯარას ვიძახებ, იმიტომ რომ მუშაობის პროცესს უფრო ამარტივებს ფორმულის წერის პროცესს, იმიტომ რომ fx-ის ფანჯარის გამოყენებით სინტაქსური ნაწილის გათვალისწინება აუცილებელი არ არის. თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს. მოგეთ გამოვიდა ფანჯარა, სადაც ჩამონათვალი არის ყველა იმ გრაფის, რომელიც აუცილებელია ფორმულის შესავსებად. პირველი ნაწილი არის lookup value. Lookup value არის მონაცემი, რომელსაც ვეძებთ ცხრილში. თუმცა სანამ შევავსებდე და გავაგრძელებდე, მანამდე აი ეს რას ვეძებ ქართული ტერმინის განმარტება მინდა კარგად გავაგებინოთ. მოკლედ, თემა არის ის, რომ მე მაინტერესებს ნინომ რა ქულა მიიღო ფიზიკაში, თუმცა ჩემი საბოლოო მონაცემი, რაც უნდა მივიღო, ეს არის პასუხი, ხო, ქულის სახით, რაც არის წარმოდგენილი. თუმცა ჩემი lookup value, ჩემი საძიებო სიტყვა არის აი ამ ორი სიტყვიდან ერთ-ერთი. ანუ მე ან ნინოს, ან ფიზიკას, ან ორივეს ერთად ვეძებ აი ამ ცხრილში და აი ამ კვეთაზე იდეაში რა მონაცემიც არის, ის მინდა მივიღო პასუხი. თუმცა ამავდროულად მე ვიცი ის, რომ VLOOKUP-ი მონაცემს ეძებს ვერტიკალურ სვეტებში, ხო? შესაბამისად, ესე იგი თუ ვამბობ, რომ სვეტში ეძებს ჩემს პასუხს, აი ამ ორი სიტყვიდან ჩემი lookup value არის ერთ-ერთი. ის, რაც ჩამონათვალში არის, რადგანაც ხედავ და ვიცი, რომ ჩამონათვალში არის სახელები, ხო? ამიტომ აი ამ ორი სიტყვიდან ჩემი lookup value VLOOKUP-ის ფორმულისათვის წარმოადგენს ნინოს. მეორე განყოფილება არის table area. Table ქართულად რო გადავთვალო ნიშნავს ცხრილს და შესაბამისად ეს არის ცხრილი, სადაც უნდა მოძებნოს ის მონაცემი, რაც მივუთითე lookup value-ში. ანუ სად უნდა მოძებნოს ნინო და საიდან უნდა წამოიღოს პასუხი. აი ეს არის table ჯამში. მე მომიცნობ მთლიან ცხრილს, თუმცა პრაქტიკაში მთლიანი ცხრილის მონიშნოს ვალდებულება არ არის. საკმარისია სვეტის სადაც უნდა მოიძებნოს lookup value და პლუს დამატებით მეორე სვეტის საიდანაც პასუხი უნდა წამოიღოს. თუმცა რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ერთი და იგივე. დასავლ ჯამში მე ვნიშნავ აქ მთლიან ცხრილს, არანაირი შეცდომა არ არის თუ რამე ზედმეტი მომენიშნა პირიქით და ასე გადავდივართ მესამე გრაფაში. მესამე გრაფაში არის column index number. ანუ ეს არის მინიშნება იმისა, რომ მე უნდა ვიბუთითო მე რამდენი სვეტიდან უნდა წამოიღოს პასუხი. ეხლა კი ბატონო ეძებს ნინოს, აი აქ ეძებს ყველა ვარიანტში მონიშნული ცხრილის პირველ სვეტში. ეს არის ესე ვთქვათ VLOOKUP-ის მოთხოვნა. რომ ისე უნდა მოინიშნოს ცხრილი, რომ მონიშნული ცხრილის პირველ სვეტში იძებნებოდეს ჩვენი lookup value. ეს წესი დაცულია. მაგრამ ეხლა მე მაინტერესებს ფიზიკის ქულა, რომელიც არის 1, 2, მესამე სვეტში. თუმცა აქვე აი ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ მე აცვლა დავიწყე არა A სვეტიდან, არამედ B სვეტიდან. ანუ მონიშნული ცხრილის მე რამდენი სვეტიდან მინდა წამოიღოს პასუხი. მე ვამბობ, რომ მესამე სვეტიდან მინდა წამოიღოს პასუხი და შესაბამისად აქ ვწერთ ხელით 3-ს. და გადავალ შემდეგზე. VLOOKUP-ს როგორც წესი აქვს ორი ტიპის პასუხი. ერთი ზუსტი პასუხი და მეორე მიახლოებითი პასუხი, რომელიც ძირითადად გამოიყენება რიცხვითი lookup value-ის შემთხვევაში. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ვამბობთ იმას, რომ მე მაინტერესებს აი მაინც და მაინც ნინოს ქულა. არა ნანასი, არა ნონასი, არამედ აი ზუსტად ნინოს ქულა. შესაბამისად,
იმისთვის რომ ეს exact, ანუ ზუსტი მონაცემი მოვაძებნინო, range lookup-ის ნაწილში უნდა ჩავწერო 0. შემიძლია არ ჩავწერო კიდევაც. ჩაწერა ნიშნავს იმას, რომ თუ ნინოს ვერ იპოვი, მაშინ მოდი სხვა ვიღაც მონაცემის სტუდენტის მონაცემი გადამოვიდე. ჩემ შემთხვევაში ვწერ 0-ს, იმიტომ რომ მინდა exact match. მოგეთ ვეუბნები OK და პასუხად ვღებულობ 98. ახლა შეგვიძლია თვალით შევხედოთ, გადავამოწმოთ, აი ნინომ ფიზიკაში მიიღო 98. აი გავაყვითლებ და ჩემი პასუხიც სწორი, ხო? აქაც 98, ანუ რეალური პასუხი თვალით. რაც გადავამოწმე და პასუხაც ფორმულის დახმარებით ანალოგიური შედეგი მიიღო. ეს არის ერთ-ერთი lookup. ეხლა გადავდივართ შემდეგ lookup-ზე, რომელსაც ქვია H lookup. H lookup-ის დაახლოებით იმ სტილში მუშაობს, როგორც VLOOKUP-ი. მოთხოვნები ერთი და იგივე აქვს, შეზღუდვებიც ერთი და იგივე აქვს. აქაც მსგავსად VLOOKUP-ის, ანუ VLOOKUP-ზე ხო ვთქვით, რომ პირველი ASO ნიშნავს ვერტიკალს და ამ ვერტიკალურ ძებნის სისტემაზე ავაწყოს მერე მთლიანი ფორმულა. იგივე არის H lookup-ის შემთხვევაში. H-ი აქ ნიშნავს ჰორიზონტალს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფორმულა მონაცემს ეძებს ჰორიზონტალურ სტრიქონებში. ანუ ქართულად მივაწერთ, რომ ეძებს სტრიქონში. მონიშნული ცხრილის პირველ სტრიქონში. ეხლა მოდით დავწეროთ უშუალოდ ფორმულა და გავაკეთოთ ისევე, როგორც გავაკეთეთ VLOOKUP-ი. ანუ ორჯერ სწრაფად დავაწყაბნეთ, ჩხილი გაიხსნა და მერე გამოვიძახოთ f(x)-ის პანჯარა. აქაც ფაქტობრივად იდენტური პანჯარა გვაქვს, აი როგორც ჰქონდა VLOOKUP-თან მიმართებაში. აქაც პირველი მოთხოვნა არის lookup value, ანუ უნდა მივუთითოთ სიტყვა, რომელსაც მოძებნის ცხრილში და შემდეგ იქიდან, აი ამ სიტყვის მოძებნის შემდეგ წამოიღებს სასურველ პასუხს. მაგრამ რადგანაც H lookup-ი ეძებს ჰორიზონტალში, ანუ სტრიქონში, ჩემი ცხრილის პირველ სტრიქონში წერია საგნების დასახელება, ხო? შესაბამისად, აი ამ ორი სიტყვიდან H lookup-ის მიზნებისათვის ჩემი lookup value გამოდის ფიზიკა. შემდეგ გადავალთ table array-ში და აქაც მოვნიშნავ ან table array წერია, როგორც უკვე VLOOKUP-ზე ვთქვით, table ნიშნავს ცხრილს და ეს უნდა იყოს ცხრილი, საიდანაც უნდა წამოვიღო პასუხი. მოძებნის, სადაც მოძებნის ამ lookup value-ს, ანუ ფიზიკას და შესაბამისად მერე წამოიღებს პასუხს. მესამე გრაფა არის raw index number. ანუ ეს არის სტრიქონის ნომერი, საიდანაც პასუხი უნდა წამოიღოს. ანუ მე მაინტერესებს ნინოს ქულა, ხო? შესაბამისად, ეხა გადაცვლა უნდა დავიწყო 1, 2, 3, 4 და მეხუთე სტრიქონში არის ნინოს დასახელება. და შესაბამისად ხელით ჩავწერთ 5-ს. აქაც იგივე სიტუაცია, როგორც VLOOKUP-ის შემთხვევაში, ანუ მე დათვლა დავიწყე არა პირველი სტრიქონიდან, არამედ მეორე სტრიქონიდან, იმიტომ რომ table-ის ნაწილში მე მონიშნა დაწყებული მქონდა მეორე სტრიქონიდან. ანუ აქაც და VLOOKUP-ის შემთხვევაშიც არის ერთი და იგივე პრინციპი. მონიშნული ცხრილის ფარგლებში. უბრალოდ VLOOKUP-ის შემთხვევაში გადაცვლა ხდებოდა სვეტებში და H lookup-ის შემთხვევაში გადაცვლა ხდება სტრიქონებში. და გადავდივართ ბოლო გრაფაზე, სადაც ზუსტად იგივე მოთხოვნებია, როგორც VLOOKUP-ის შემთხვევაში. ანუ თუ ვამბობთ, რომ ჩვენ გვჭირდება exact, ანუ ზუსტი მონაცემი, range lookup-ის ნაწილში უნდა ჩავწეროთ 0. რომ მდომებოდა, ზუსტად ფიზიკა არა და რაღაც, რა ვიცი, მიახლოებით ის სხვა მონაცემი წამოიღო, მაშინ შემიძლია ჩამეწერა ერთიანი ან საერთოდ არც არაფერი. მოგეთ ვეუბნებით OK-ს და პასუხად აქაც ვღებულობთ 98. ანუ VLOOKUP-მაც და H lookup-მაც სწორად მაპოვნია პასუხები. ეს არის SO.